რა ხდება მაშინ, როდესაც ძალიან გვინდა რომ რაღაც შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ შინაგანად არ ვართ მზად. წარმოიდგინეთ რომ მანქანაში ზიხართ და გაზს და მუხრუჭს ერთდროულად აჭერთ ფეხს ორივეს. ასე დროს მანქანა ადგილიდან ვერ იძვრის, მაგრამ ძრავა იწვება. სწორედ ასევე ემართება ადამიანს. იფიტება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. ანუ, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხვალ დილას ვდგები 5 საათზე, უნდა ვივარჯიშო დღეში 3 საათი, 0 შაქარი ხვალიდან, ეს გამოცხადება, ასე ვთქვათ, განწყობა არ არის და არც ემოციურ მზადყოფნაზე არ მიუთითებს. ანუ, ასეთი იმპულსი, როგორც წესი, ძლებს ხოლმე 2-3 დღე. ლაპარაკი საქმის ნაცვლად. როდესაც ჩვენ რაღაცა ძალიან გვინდა, მაგრამ შინაგანად მზადყოფნას ვერ ვგრძნობთ ამის მისაღწევად, მაშინ ტვინი იწყებს იული გამოსავლის ძებნას, ვიწყებთ საუბარს ჩვენი გეგმების შესახებ. ადამიანი იწყებს მოყოლას იმისას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხვალ, როგორ შეიცვლება მეორე დღიდან მისი ცხოვრება. ამით ისიც რას აკეთებს, მისი ტვინი იღებს ცრუ დოფამინს. ფსიქიკას ექმნება განცდა, რომ მისანი უკვე მიღწეულია და ადამიანი ამის შემდეგ იფიტება სამოქმედო ენერგიისაგან და თითქმის აღარაფერს აღარ აკეთებს სინამდვილეში. სხვათა შორის ადამიანებმა დიდი ხნით ადრე შეამჩნიეს, რომ როდესაც ბევრს ლაპარაკობ, საქმე აღარ კეთდება. მაშინ არ იცოდნენ რასაკვირველია დოფამინური მექანიზმის შესახებ და არც ნეირობიოლოგია ესმოდათ, ამიტომ ეს მოვლენა შეფუთეს, ასე ვთქვათ, მისტიკური საბურველით, რომ აი ვიღაცის თვალი მეცა. არადა, აი ამ თვალის ცემის რეალური მიზეზი არის სინამდვილეში ეს, რომ პირველი, როდესაც შენს გეგმებზე წინასწარ იწყებდი ლაპარაკს, სავარაუდოდ უკვე ვერ გრძნობდი მზადყოფნას შინაგანს და შენი ტვინი ეძებდა სწორედ იმ იოლ გამოსავალს, ლაპარაკს. და მეორე, როდესაც ხალხი გეუბნება წინასწარ, როცა მათ გეგმებს უზიარებ, რომ ყოჩახ, რა მაგარი ხარ, არაჩვეულებრივი გეგმაა, ამ დროს შენს ფსიქიკას ექმნება ილუზია, რომ მიზანს უკვე მიაღწია, რადგან მან უკვე მიიღო ჯილდო სოციალური აღიარების და ქების სახით. არადა, რეალურ ქმედებას სჭირდება мотиваცია და სჭირდება ერთგვარი შინაგანი დაძაბულობა. ეს შინაგანი დაძაბულობა ამ დოფამინის მძლავრი ნაკადის მიღების შედეგად ქრება და საქმე ვეღარ კეთდება. ამასობაში რა ხდება? ადამიანმა ყველას უამბო უკვე თავის დიადი გეგმებისა და მიზნების შესახებ, არადა ვერაფერი ვერ შეასრულა თავისი ნათქვამიდან და გაუჩნდა ეს სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა. იმის აღიარება, რომ იცით რა, მე უბრალოდ ძალიან ბევრი ვიტრაბახე და ვიბაქიბუქე, ასე ვთქვათ, და ჩემი ეს შინაგანი რესურსი გამოვფიტე, ძალიან უსიამოვნოა და რთულია. და ამიტომ ეგომ ჩართო ეს თავდაცვის მექანიზმი, რომ მე ხომ ბედი არა მაქვს, მე თვალი მეცა და ასე შემდეგ. ეს არის შინაგანი პასუხისმგებლობის გადატანა გარეთ, რათა საკუთარი თვითშეფასება გადარჩეს როგორმე. ანუ, როცა რაღაც ძალიან გვინდა, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ამ რაღაცისთვის რეალურად შინაგანად მზად ვართ, თუ ჩვენი სურვილი ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცნაირი თავის მოტყუება და აკვიატებული აზრია. ნამდვილი მზაობისას შინაგანად ჩნდება ძალიან მშვიდი გადაწყვეტილება. ომი საკუთარ თავთან და ასევე გარემოსთან ამ დროს წყდება. არავის ებრძვი, არავის უმტკიცებ არაფერს. ლაპარაკის სურვილიც კი არ გიჩნდება განსაკუთრებულად ამ დროს, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს შენი იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ არ საჭიროებს რაღაცნაირად განვრცობას და განხილვას და მეორე და მთავარი, შენ არ გჭირდება არავისგან წინასწარი შეგულიანება, შექება და ასე ვთქვათ, мотиваციის შექმნა. შენ ეს мотиваცია შინაგანად უკვე დააქვს. თუ ეს არის აკვიატება, აკვიატებას მოსდევს როგორც წესი უხალისობა, უენერგიობა, სტრესი, რადგან მას მართავს განწყობა, რომ თუ მე ამას არ გავაკეთებ, მე კარგი არ ვარ. ხოლო როდესაც ეს არის ჭეშმარიტი სურვილი და ნამდვილია ეს შინაგანი მზადყოფნა და მზაობა, ამ დროს ჩვენ გვეუფლება განწყობა, რომ მე ახლა აი ამას გავაკეთებ იმისათვის, რომ თავი ვიგრძნო უბრალოდ უფრო კომფორტულად, ვიდრე ახლა ვგრძნობ. შემდეგ, თუ ოდნავ გადაუხვიე გეგმას, მაგალითად, მკაცრ დიეტაზე იყავი და შენ კიდე ადექი და უგემრიელესი ტორტის ნაჭერი შეჭამე, ყველაფერი ასე ვთქვათ, ჩაფლავებულად გეჩვენება და იწყებ თვითგვემას, რომ სულ ასე ვიქცევი, ყველაფერს ვაფუჭებ ყოველთვის, არაფერს მაქმისი არ ვარ, ნებისყოფა არ გამაჩნია საერთოდ. როცა ნამდვილად მზად ვართ ცვლილებისთვის, მოქმედებისთვის, ამ დროს
შეცდომა და ჩავარდნები არ გვაშინებს, რადგან ვიცით, რომ ეს სიცოცხლეა და სიცოცხლე კარდიოგრამაა. აღმართები, დაღმართები, ესეთი წრფე, სწორი ხაზი კარდიოგრამაზე, ეს სიკვდილია. ამიტომ ესეთი ჩავარდნებისგან არ ქმნი დრამას და ძალიან ჩვეულებრივად და მშვიდად აგრძელებ გზას. მზად ხარ მაშინ, როდესაც შენი მთავარი ორიენტირი არის შენი შინაგანი შეგრძნება. და არ გჭირდება გარედან მიღებული ტაშისცემა, კომპლიმენტები, აღიარება და მოტივირება, ასე ვთქვათ. ანუ, სხვების შექება, რომ ყოჩახ, რა მაგარი ხარ, შენ ეს შეძელი, მოახერხე, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი სასიამოვნო დამატებითი ბონუსი და არავითარ შემთხვევაში ერთადერთი საყრდენი, რომლის გარეშეც შენ შინაგან კმაყოფილებას უბრალოდ ვერ იგრძნობ. აი მაგალითად დაიკელი წონაში მიხვედი მეგობრებთან და ვერავინ ვერ შეგნიშნა რომ დაიკელი 10 კილოგრამი. და კაც გაქრა ეს შენი კარგი განწყობა. ანუ შენთვის არ ikლებდი, მათთვის ikლებდი. ეს არ არის ნამდვილი მზადყოფნა და ასეთი შედეგი როგორც წესი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. შემდეგ ვიდეოში განვაგრძოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ მოვამწიფოთ, ასე ვთქვათ, ეს შინაგანი მზაობა, თუ დავასკვნით, რომ იგი ჩვენ არ გვაქვს.